მოგესალმებით, მე ვარ ტასო გეგია. ამ ვიდეოში ვისაუბრებ 4 ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი ეს იქნება ჩემი ერთი სიმბოლური მოგონება მინდა გაგიზიაროთ, რომელიც მთელი ცხოვრება მომყვებოდა და სულ ცოტა ხანია, რაც შევძელი რომ ცხადი პასუხი გამეცა მისთვის. იმ შეკითხვებისთვის, რასაც ეს მოგონება აღწრავდა. შემდეგ ვისაუბრებ თუ რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას. შემდეგ მინდა კონკრეტულად შევეხო გეშტალტ თერაპიულ სკოლას, რომლის წარმომადგენელიც ვარ და ეს სიტყვა ძალიან ხშირად ისმის დღეს და მინდა რაც შეიძლება უკეთ და ნათლად ავხსნა, რას ნიშნავს ეს სიტყვა. ხოლო ბოლოში გავაჟღერებ მეცნიერული კვლევებით რა დადგინდა თუ რა არის ადამიანის ყველაზე მთავარი მოთხოვნილება და როგორ შეიძლება მას დღეს თანამედროვე ადამიანმა უპასუხოს ისე, რომ მისი ცხოვრება გახდეს კეთილდღეობისკენ მიმავალი და არა პირიქით, რაც სამწუხარო რეალობა არის დღეს. მაშასე, ძალიან დიდი მადლობა ეკო ჩემბერს, რომ დაგვითმო ეს სტუდია. აქ არის არაჩვეულებრივი გარემო, სადაც შეიძლება პოდკასტების, ინტერვიუების და ბევრი სხვა ფორმატის ვიდეოების ჩაწერა. კიდევ ერთხელ მადლობა. მაშასე, დავიწყოთ. მე გახლავართ სუპერვიზანტი პრაქტიკოსი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი და პირველი რაც ახლა ძალიან მინდა გულით რომ გაგიზიაროთ არის ჩემი ერთი ბავშვობის მოგონება, რომელიც უკავშირდება არ ვიცი თუ იცით, არის ესეთი ქართველი პოეტი გიორგი ჭილადიდელი. არც ისეთი ცნობილი პოეტია, თუმცა აქვს გარკვეული შემოქმედება, რომელიც შესულია კონკრეტულად პირველი კლასის მასალაში იყო შესული, როდესაც მე ვსწავლობდი სკოლაში. ძალიან ბევრი, ძალიან დიდი პოეტის შემოქმედება მისწავლე, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ პირველ კლასში, როდესაც 6 წლის ვიყავი და ეს ლექსი ვისწავლე, ერთი ფრაზა, რომელიც ზუსტად არ მახსოვს ახლა, ძალიან ჩამრჩა მისი შინაარსით და წლების მანძილზე მისგან შთაგონებული სიზმარიც მესიზმრებოდა, რომელზეც სულ ვფიქრობდი, რომ ნეტა რას ნიშნავს. და მთელი ცხოვრება ვცდილობდი, რომ ეს ამ კითხვისთვის პასუხი გამეცა და სულ ცოტა ხნის წინ ცხადად შევიგრძენი და აღვიქვი, რომ პასუხი უკვე მქონდა და მინდა გაგიზიაროთ. რადგან ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია, რაც მე აღვიქვი და რა თქმა უნდა, მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ. მაშასე ფრაზა ასე ჟღერს. თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების მშენებლობაზე ჩადებული ყველა ენერგია დაკარგულია. რას ნიშნავს ეს ფრაზა, რომ თუ რაიმეს აშენებ, რაიმე კეთილს და კარგს აკეთებ და ეს არის ადამიანის ცნობილი ინსტინქტი, ჩვენ ვიცით კარლ როჯერსის გარო, ყველა ადამიანს აქვს კრეატივი, თანდაყოლილი და ის ცდილობს რომ რაღაცები ააშენოს და გააკეთოს. სილამაზეების შექმნას და ასე შემდეგ, ეს ძალიან ვრცელი თემაა. და რას ნიშნავს ეს, რომ მთელი ბავშვობა რაღაცნაირად მესიზმრებოდა სხვადასხვა სიზმრები, განმეორებითი ხასიათის, რომ აი რაღაცას ვაშენებ, მე აი კედლები მოძრაობს, ნელ-ნელა ინგრევა ეს აშენებული და შეშინებულს მეღვიძებოდა. და მე უკვე რომ გავიზარდე და ეს სიზმარი აღარ მინახავს დიდი ხანია, სულ ვფიქრობდი, რომ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი და როგორ მოხდა, რომ ესე ღრმად ჩამრჩა ეს ფრაზა. და ამ ბოლო დროს დავფიქრდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს სოფლიოში მეცნიერებამ ძალიან დიდი გარღვევები გააკეთა, დიდი წინსვლებია ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ფსიქოლოგიაშიც. კონკრეტულად ფსიქოლოგიაზე შემიძლია თამამად თქვა, რომ ყველა ის მიგნება, რაც დღეს უკვე ცხადია და მეცნიერულად არის დამტკიცებული და თვალსაჩინოებას წარმოადგენს, ჯერ კიდე პრაქტიკაში არ არის გადმოტანილი და არ ხორციელდება. კონკრეტულად რას გულისხმობ? ადამიანის ბუნების ფუნდამენტის გათვალისწინების გარეშე არის შექმნილი სისტემები, ნებისმიერი იქნება ეს განათლების თუ მუშაობის თუ სოციალური სისტემები და ასე შემდეგ, რომლებიც გაშვებულია და საუკუნეების მანძილზე ძალიან პატარა ცვლილებები არის შესული. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თანამედროვე 21 საუკუნეში მეცნიერული კვლევის კუთხით უკვე ძალიან დიდი ცოდნა არის დაგროვილი ფსიქოლოგიაში. ერთი ძალიან მარტივი თვალსაჩინოება რა არის ამ ყველაფერში, რომ ფსიქოლოგია როგორც დარგი, განყენებულად რაღაც ნიშურად ისწავლება, ან მათთვის, ვისაც უნდა რომ ამ სფეროს პროფესიონალი გახდეს, ან ამ სფეროსთან შეხება აქვს ადამიანს, როდესაც მისი საკითხები, ცხოვრებისეული სირთულეები ერთ დღესაც ისე შესამჩნევია, რომ მას სურს ამ ყველაფრის მოგვარება. ანუ ორი გამოყენება აქვს ფსიქოლოგიას. ერთი არის მეცნიერული თუ პრაქტიკული პროფესიული ცოდნის მიღება და მეორე არის ადამიანს როცა რაიმე პრობლემა შეექმნება, რომ ის გადაჭრას. სხვა მხრივ,
სამწუხაროდ და ეს ძალიან ფუნდამენტური შეცდომა არის. დღემდე მთელ მსოფლიოში არავინ სწავლობს ფსიქოლოგიას იმისთვის, რომ შეისწავლოს საკუთარი თავი, საკუთარი შინაგანი სამყარო და აი ამ სამყაროს გათვალისწინებით ააშენოს მერე ის კედლები, რადგან ნებისმიერი საქმიანობა დღეს ახლა ადამიანი 21 საუკუნეში დამეთანხმებით, რომ გამუდმებით ეძებს ბედნიერებას, კეთილდღეობას, ის ძალიან დიდ რესურსს დებს და სადღაც ტრაგიკულიც არის ეს ყველაფერი, რომ უყურებ რამდენნაირი მიდგომა არსებობს, რამდენი მცდელობაა, რამდენი რესურსის, ასე ვთქვათ, ჩადება ხდება იმაში, რომ ადამიანმა მოიპოვოს ელემენტარული კეთილდღეობა თავის თავთან და გარე სამყაროსთან მიმართებით და ძალიან ხშირ შემთხვევაში კრახით მთავრდება. ან ყოველ შემთხვევაში ადამიანი მაქსიმუმ ახერხებს, რომ იყოს ბალანსში. ამაზე იქით გასვლა და რაღაც კეთილდღეობის ისეთი შეგრძნება, როგორიც ჩანაფიქრში იყო, როდესაც ადამიანის მცდელობები დაიწყო, ძალიან იშვიათი ხილია, თუმცა საბედნიეროდ არსებობს. და ძალიან ლოგიკურია, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ ადამიანი საკუთარ თავს არ იცნობს, საკუთარ შინაგან სამყაროში არ ჩაუხედავს და ეს არც ერთ განათლების სისტემაში აქამდე არ ყოფილა და ბუნებრივია შედეგიც ცხადია. ვინაიდან ფუნდამენტი, ანუ ადამიანის შინაგანი სამყარო დაიგნორებულია, ეს წარმოშობს შინაგან ტკივილებს, რომლებიც ნელ-ნელა იზრდება და ამის შედეგები არის, რომ დღეს თანამედროვე მსოფლიოში არის ძალიან დიდი ომები, კონფლიქტები, დაპირისპირებები, ვინაიდან ეს ადამიანთა, გულნატკენ ადამიანთა ერთობა ბოლოს და ბოლოს აი ესეთ ტოქსიკურ გარემოს ქმნის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ასე ვთქვათ, ეს დესტრუქცია, ანუ სიკეთის სახელით ძალიან ხშირად, ძალიან ბევრი კონფლიქტი წარმოებს სიკეთის სახელით. ადამიანს უნდა რომ რაღაცნაირად ააშენოს ეს ლამაზი კედლები და შექმნას ცოცხალი, ჯანსაღი გარემო. მაგრამ არ ითვალისწინებს ფუნდამენტს, იმიტომ რომ არ იცნობს მას და პასუხსაც ვერ მოთხოვ ამაზე დღეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომელმაც გამოიარეს ამ არაჯანსაღი სისტემის შეხება მათ საკუთარ სამყაროზე. ამიტომაც პირველი მთავარი საზრისი ამ ვიდეოს, რაც მინდა რომ გავაჟღერო და ამიტომაც დავიწყე ამ თემით არის, რომ შენ რომელიც ახლა მისმენ, უბრალოდ დაინტერესდი შენი საკუთარი შინაგანი სამყაროთი და შეისწავლე ის. არა იმიტომ, რომ გაქვს რაიმე პრობლემა დღეს და არც იმიტომ, რომ მაინდა-მაინც პროფესიონალი გახდე ამ სფეროში. არამედ იმიტომ, რომ ესეც მეცნიერული ფაქტია, ადამიანის მთავარი ფუნდამენტური მოთხოვნილება არის ჯანსაღი კონტაქტები და ჯანსაღი კომუნიკაციის ქონა და ეს შეუძლებელია თუ შენ საკუთარ თავს არ იცნობ. ასევე შეუძლებელია სხვა ადამიანის აღქმა და მისი სამყაროს დანახვა და შეგრძნება ისე თუ შენი საკუთარი არ შეგიგრძნია და აღიქვია. ეს არის პირველი საკითხი, რაზეც მინდოდა მესაუბრო. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის ფსიქოლოგიის მნიშვნელობა თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში. ეხლა რა ხდება? ადამიანმა ძალიან დიდი გზა გაიარა ევოლუციურად, რომ დღეს რა ჩამოყალიბებაც აქვს მის ნერვულ თუ ფსიქიკურ სისტემებს, ასეთ კონდიციამდე მოსულიყო. მაგრამ შემდეგ რაღაც მომენტში მისი ფსიქიკური შესაძლებლობები იმდენად გაიხსნა, რომ ცივილიზაცია ძალიან სწრაფად განვითარდა. ცივილიზაცია და კულტურა ძალიან მარტივი ასახსნელია რა მოვლენაა. ეს არის ის მოვლენა, სადაც ადამიანმა აღმართა საზღვარი მასსა და გარე საშიშ სამყაროს შორის. რაც ბევრი ცოცხალი ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი, მათ შორის ადამიანისთვის. თუმცა მოხდა ესეთი საინტერესო მოვლენა, რომ ცივილიზაციის დასთან ერთად ადამიანი ნელ-ნელა მოწყდა ბუნებრივია იმ გარემოს, რაშიც ის ჩამოყალიბდა ადამიანად და ეს რა გარემოა? ქვისხანა არის პირველი დასაწყისი წერტილი ცივილიზაციის. და რა გარემოშია ადამიანი, ანუ წმინდა ევოლუციით ადამიანი და სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ დღეს რა წყობაც აქვს ადამიანის ორგანიზმს, ქვისხანის ადამიანსა და ჩვენ შორის 1%-იც კი არ არის სხვაობა, 0.00 რაღაცა პროცენტი არის რეალური ბიოლოგიური განსხვავება, რაც დადგა ქვისხანასა და დღეს 21 საუკუნეს შორის. წარმოიდგინე, ხო, არაფერი არ არის ფაქტიურად შეცვლილი. მაგრამ ეს ორგანიზმი ჯანსაღად ფუნქციონირებდა იმ გარემოში, იმ გარემოსთან ადაპტაციით, იმ გარემოსთან ევოლუციით ჩამოყალიბდა ასეთად, როგორც არის დღეს. და გარემო ძალიან სწრაფად შეიცვალა და მკვეთრად. ძალიან დიდი განსხვავება არის ქვისხანის ადამიანის გარემოსა და დღევანდელ ადამიანის გარემოს შორის. და ამან გამოიწვია, რომ ფსიქიკას
დაუდგა ძალიან სწრაფი ტემპით ისეთი გამოწვევები, რომლისთვისაც ის აბსოლუტურად ევოლუციურად მოწყობილი არ იყო. ამაზე საუბრობს ასევე დოქტორი გაბორ მატე, რომელიც ამბობს, რომ არსებობს ჯანსაღი ბრაზი და არსებობს არაჯანსაღი ბრაზი. არსებობს ჯანსაღი ტკივილი და არსებობს არაჯანსაღი ტკივილი. როგორ? აი კითხვა ისმის, როგორ შეიძლება ადამიანის ფსიქიკა დღეს წარმოქმნიდეს რაღაც ისეთს, რაც არაჯანსაღია, როდესაც ევოლუციის პროდუქტია, ხო, ჩვენ ვიცით, რომ ევოლუცია ესე რამდენი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, აი თქმაც კი ჭირს ამ ციფრების და რამდენად ბევრ ფილტრში გაიარა. როგორ შეიძლება ასეთი ფუნდამენტური შეცდომები ხდებოდეს, რომ არსებობდეს არაჯანსაღი ბრაზი მაგალითად ადამიანში. აი როგორ? რა ხდება აქ? ასევე აღსანიშნავია, რომ დეპრესია, რაც დღეს ძალიან გავრცელდა. მთელს მსოფლიოში არის ძალიან მაღალი ეპიდემია დეპრესიის, ხო ეს ცნობილი ამბავია. წესით დეპრესიის დროს მოსული რა ნეგატივიც ახლავს დეპრესიას, ამას ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს. ანუ არ არის ადამიანის ფსიქიკა შექმნილი დეპრესიისთვის, მეორენაირად რო თქვა. და რითი მტკიცდება ახლა ეს? ქვის ხანის პერიოდში და ახლა ნეირომეცნიერებიდან ვსაუბრობ, ადამიანი ძალიან დიდ ძალისხმევას დებდა, რომ უმცირესი სიამოვნება მიეღო. ანუ სიამოვნების დროს ჩვენ ვიცით, რომ გამოიყოფა სხვადასხვა ჰორმონები, ჯილდოს განცდა და ასე შემდეგ, ხო? ის ამისთვის იღწოდა. ძალიან დიდ ენერგიას დებდა და რაღაცა პერიოდულობით მიზანს მიაღწევდა. და ეს მიზანი შეიძლება ყოფილიყო გემრიელი საჭმელი, სექსუალური კავშირი, ან თბილი რაღაც გარემო, სადაც კოცონთან თბება და ასე შემდეგ. და ჩვენი ტვინი აი ამ გარემოში ჩამოყალიბდა ისეთად და ჩვენი ფსიქიკა, როგორც არის დღეს. მეორე მხრივ დღეს ეს ასე ვთქვათ სიამოვნება ძალიან მისაწვდომი გახდა და 5 წუთში ერთხელ ადამიანს შეუძლია, რომ ისეთი სიამოვნებები მიიღოს, რაც ქვის ხანის ადამიანს საერთოდ არ ქონია. მაგალითად, გარკვეული ტიპის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ქვის ხანაში უბრალოდ არ არსებობდა, ხო? და ეხლა რა არის აქ პრობლემა? რომ ჩვენი ტვინი არ არის შექმნილი, მოწყობილობა არ არის ამისთვის შექმნილი და გაკეთებული. ამიტომაც ინსტინქტები, რომელიც კარნახობს, რომ სასწრაფოდ მოიძიეს სიამოვნება. ეს ინსტინქტი ძალიან მაღალია. მთელი ფსიქიკა მოწყობილია ამაზე, რომ სიამოვნება ვიპოვო. იმიტომ რომ ოდესღაც ეს ამხელა დრაივი რო არ მქონოდა, მე უბრალოდ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი იმ პირობებში, სადაც ეს სიამოვნება და ჩვენ ვიცით შაქარს რატო აქვს ტკბილი გემო. ჩვენი ტვინი ინტერპრეტაციას უკეთებს, რაც უფრო მაღალი ენერგია აქვს საკვებს, უფრო ტკბილია და უფრო გემრიელი. ანუ ესეც ევოლუციური მომენტია. ის უნდა მოგჩვენებოდა ტკბილად, რაც მერე დიდ ენერგიას და გადარჩენას მოიტანდა შესაბამისად. და ასეა მოწყობილი, რომ ასე ვთქვათ, ეხლა კაფიოთ ვისაუბრებ, რომ იყოს ძალიან გასაგები, რომ აი მაქსიმალური ენერგიით, აფეთქებულიყო ენერგიით ისე ეძებნა სიამოვნება. იმიტომ რომ მაშინდელი სიამოვნება პირდაპირ მიბმული იყო ჯანმრთელობასთან, გამრავლებასთან და გადარჩენასთან. მაგრამ დღეს ძალიან დიდი რაოდენობით იშოვება ეს სიამოვნება. არც ჯანმრთელობასთან არის მიბმული, არც გამრავლებასთან და არც გადარჩენასთან. რა თქმა უნდა, ყოველთვის არა, ზოგჯერ მიბმულია. მაგრამ ის ძალიან გავრცელებული, ასე ვთქვათ, სიამოვნების წყაროები, რაც დღეს არის, ხანდახან საერთოდ არავითარ კავშირში აქ აღარ არის. მაგრამ ჩვენი ტვინი მაინც დაფეთებული, გიჟივით, გაუჩერებლივ ეძებს მას. რატომ? იმიტომ რომ ქვის ხანაზეა მოწყობილი. და ეხლა რა ხდება? თუ ფსიქოლოგიური ცოდნა ადამიანს არ აქვს და არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული გამოცდილებები თავის ფსიქიკასთან შეხების, ინსტინქტი აღარ მუშაობს, ხოლო ცნობიერება ჯერ არ არის გაფართოებული ისე, რომ ცნობიერი არჩევანი გაკეთდეს და ვიღებთ საკმაოდ კატასტროფულ მდგომარეობას. ვიღებთ სიტუაციას, სადაც ადამიანი ფაქტიურად მთელი ამ სისტემებით და სოციალური წყობებით იმართებს დეპრესიას და თან ისეთ დეპრესიას, რომელიც იმხელა ტანჯვისთვის ჩვენი ტვინი არ არის მოწყობილი. ეს ნეირომეცნიერება. ამიტომაც ფსიქოლოგიის მნიშვნელობა და მისი შესწავლის განუზომელია. პირდაპირ არის ეს ახლა ის გამოსავალი, ის კრეატიული გამოსავალი, რაც ადამიანმა შეიძლება ნახოს და თავის განადგურების ნაცვლად როგორმე ამ
ჩაკეტილი წრიდან გამოაღწიოს და მიიღოს განვითარება. მეორე საკითხი, რომელზეც ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო, არის ძალიან გავრცელებული სიტყვა გეშტალტ თერაპია, რომელიც დღეს საქართველოში საბედნიეროდ საკმაოდ გავრცელდა და ბევრმა ადამიანმა იცის, რომ არსებობს ესეთი ფსიქოლოგიური მიმდინარეობა, რომელსაც ქვია გეშტალტი. რას ნიშნავს ჯერ სიტყვა გეშტალტი? ეს არის გერმანული სიტყვა, რომელიც ნიშნავს გამთლიანებას. ერთი შეხედვით ყველაფერი ნათელია, მაგრამ რა გამთლიანებაზე არის საუბარი? აი ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ვინაიდან ადამიანი საკუთარ ფუნდამენტს აიგნორებს და ეს არ არის ახალი მოვლენა, ეს საუკუნეების მანძილზე ესე მიმდინარეობს ეს პროცესები და ამაში ყველა ფსიქოლოგიური სკოლა თანხდება. აქედან გამომდინარე, ადამიანი ატარებს ხოლმე შინაგან კონფლიქტებს. რაც უფრო მწვავდება ეს შინაგანი კონფლიქტი, უფრო მაღალია ტანჯვის ხარისხი და შემდეგ ეს კონფლიქტი გარე სამყაროზე ვრცელდება, როგორც უკვე ვთქვი. გეშტალტ თერაპია კონკრეტულად სახელი გულისხმობს ზუსტად აი ამ კონფლიქტის მოგვარებას ადამიანში და შესაბამისად მისი ცნობიერი და არაცნობიერი მხარეების გაერთიანებას, ერთ ხაზზე დალაგებას და ჰარმონიაში მოყვანას. ჩვენ ვიცით, რომ ცხოველთა სამყაროში ეს ფუნდამენტური მოვლენაა, რომ ყველა ცხოველი აბსოლუტურად იქმნის გარემოს, სადაც ის არის მშვიდად. ზოგი ბუდეს იშენებს, სოროს იშენებს, ადამიანი სახლს იშენებს. ეს არის ჩვეულებრივი სიცოცხლის მახასიათებელი. ერთუჯრედიანი არსებებიც კი შემოსაზღვრულები არიან მემბრანით, რომ გარე სამყაროსგან იყვნენ დაცულები. ანუ ჩვენ ვიცით, რომ რაღაცა დაცული სივრცის მიღმა არის საკმაოდ რთული სამყარო, სადაც არსებობს სიკვდილი, არსებობს ტკივილი, ბევრი რამ. კი, ფიზიკურ დონეზე ადამიანიც იშენებს სახლს. მაგრამ დღეს მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ცოდნა გვაქვს ფსიქოლოგიაში, ამაზე არ ამიზრუნავს, რომ თავის შინაგან სამყაროშიც კონდეს მას სახლი აშენებული, რა თქმა უნდა სიმბოლურად ვსაუბრობ, და კონდეს ისეთი თავშესაფარი, სადაც ცოტა ხანი მისი ფსიქიკა დაისვენებს, იმიტომ რომ ამაზე მე მგონი მეცნიერების ხსენება არ დამჭირდება, რომ თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ მისი ფუნდამენტი ეს არის მისი ფსიქიკა. და სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ფსიქიკა ეს არ არის ტვინი. ხშირად ასე გვესმის, იმიტომ რომ ასე ვსწავლობთ. რომ აი თითქოს ფსიქიკა ეს არის ტვინი, ტვინი თავშია მოთავსებული, მართავს სხეულს და სხეული რაღაც განყენებული თითქოს კარკასია, რომელიც დაატარებს ამ ტვინს. წავა, წამოვა, მიაქვს, მოაქვს ტვინი. რეალურად ასე არ არის. ეს ზუსტად იმას მეტყველებს, რომ ადამიანმა დღეს განათლების სისტემაში საკუთარი თავი არ იცის. ყველაფერს სწავლობს მათემატიკა, ქართული, ინგლისური, არ ვიცი, კომპიუტერული მეცნიერებები, ისტორია, აი ცოტა წამიჭირა კიდეც რომ საუბრობ იმდენი რამეა. კარგია ეს, ძალიან კარგია განათლების მიღება, მაგრამ კიდევ ვიტყვი იმ ფრაზას. ფუნდამენტის გარეშე კედლების აშენებას აზრი დაკარგულია, არა აქვს მნიშვნელობა დიდი. ხოლო ფუნდამენტი ეს არის ფსიქიკა, რომელიც მთელს სხეულში არის განფენილი. და დღეს რაღაცნაირად ესეთი განცდა მაქვს, რომ ადამიანებს გონიათ, რომ ეს თავისით ესე გაუშვათ და იარსებებს რაღაც. გაშვებულია პროგრამა და ფსიქიკა, კარგი ფსიქიკა აქვს ადამიანს, ჯანსაღი ფსიქიკით დაიბადა, ეს რაღაც სტერეოტიპული აზროვნება და აჰა, ყველაფერი კარგად არის, გაუშვათ. და არავინ ზრუნავს, რომ ასეთ ტოქსიკურ გარემოში, რომელიც ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ერთი ადამიანის ან რაიმე ერთი მოვლენის ბრალია. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ახლა აქ ასე ვართ, რომ ჩვენი გარემო არის ტოქსიკური. თვითონ ფრიც პერლსი, ვინც დააფუძნა გეშტალტ თერაპია, ამბობდა, რომ დღეს ძალიან ავადმყოფურ გარემოში ადამიანი, როდესაც სიმპტომს ავლენს, ეს არის მისი ჯანსაღი რეაქცია მომწამლავ გარემოზე. ეს გავს იმას, რომ შეჭამო რაიმე მომწამლავი ნივთიერება და შემდეგ გული გერევა. კი, გულის რევა სიმპტომია, მოსაგვარებელია, მაგრამ ეს ისე კი არ არის, რომ შენ ორგანიზმს რაიმე აერია და იმიტომ გერევა. ეს იმიტომ გერევა გული, რომ ის ცდილობს გათავისუფლდეს იმ მოწამვლისგან. ასევე მუშაობს ფსიქიკაც. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ადამიანი ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გადარჩენაზე ამ ყველაფერზე ზრუნავს, იშენებს სახლს ან რაიმე თავშესაფარს, მაგრამ ცოტა თუ ზრუნავს საკუთარი ფსიქიკისათვის აი ესეთივე სახლის ბრჭყალებში აშენებაზე. და როგორ ხდება ახლა ამ სახლის აშენება? პირველ რიგში დაკვირვებით, ვინ ვარ მე ჩემს შინაგან სამყაროში როგორც სუბიექტი და ამის შესწავლით. რა თქმა უნდა, ამის შესწავლა არ ხდება მხოლოდ თეორიით. ეს შეუძლებელია. არ არსებობს ორი ერთნაირი შინაგანი სამყარო, არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, თუმცა კანონზომიერებები არსებობს, რა თქმა უნდა. აი მაგალითად, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კანონზომიერება, რაც მეცნიერებამ დაადგინა, არის, რომ დედამიწის ზურგზე ყველა ცოცხალ არსებას შორის ადამიანი არის ყველაზე კონტაქტური არსება. არ ყავს ანალოგი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს მოთხოვნილება აუცილებლად კონტაქტის, არ არსებობს ესე განყენებული არსება. ეხლა დამავიწყდა ერთი ჯიშის ცხოველია, რომელიც წელიწადში ერთხელ ერთი კვირა ეკონტაქტება თავის წყვილს. შემდეგ მრავლდება, რაღაც დაახლოებით 1 თვეში გაზრდის თავის შვილებს და შემდეგ ისევ იკარგება 11 თვის მანძილზე არის თავისთვის მარტო სადღაც დახეტიალობს. ერთი არსება, მაგრამ მასაც აქვს კონტაქტი. კონტაქტის გარეშე არ არსებობს ცოცხალი ორგანიზმები, მაგრამ ადამიანი, ეს მეცნიერული ფაქტია, საოცრად კონტაქტური არსებაა. მეტიც ფსიქოლოგიაში მიიჩნევა, რომ არსებობს რაღაცა საზღვარი, რომელიც ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს, მაგრამ ამ საზღვრის იქით კონტაქტის გარეშე ადამიანი კვდება. ფიზიკური სიკვდილი დადგება. ანუ ეს არის ძალიან ფუნდამენტური ცოდნა, რომელიც დღეს აქვს მეცნიერებას, დადგენილია, თუმცა კონტაქტის უნარების დახვეწაზე და კომუნიკაციის უნარების დახვეწაზე რაც რას გულისხმობს. ჯერ საკუთარი თავის აღქმას, ცხადად შეგრძნებას. შემდეგ ამისათვის თვალის გასწორებას, თუ რა აღვიქვი, მის აღიარებას და დახვეწას იმ უნარისა, რომ ის რაც აღვიქვი, შევიგრძენი და დავინახე ჩემ თავში, პირდაპირ და ნათლად გადმოვცე, ისე რომ ჩემს კომუნიკაციის ობიექტამდე მივიდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გასიტყვების ტერმინით ცნობილი ფსიქოლოგიაში მოვლენაა, რომელიც დღეს უფრო და უფრო ეცემა ამისი უნარი. საკმაოდ იშვიათია. საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, მეტყველება რა არის. მეტყველება მხოლოდ სიტყვები რო არ არის, ეს დღეს ცნობილი ამბავია, არსებობს ჟესტების ენა, არსებობს ხმის ტონი, ტემბრი, არის 1000 გვარი სკოლები, სადაც ამაზე ადამიანებს ავარჯიშებენ, როგორი ტონით ისაუბროს, ჟესტიკულაცია როგორ გაასწოროს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი არის მექანიკური გასწორება გარედან. გეშტალტ თერაპიის მიხედვით მეტყველების გასწორება ასე არ ხდება. კომუნიკაციის უნარების ამაღლება ასე კი არ ხდება, რომ მე გარედან ვისწავლო. ეს შეიძლება დამხმარე იყოს, მხოლოდ დამხმარე საშუალება, ეს ვერ იქნება საფუძველი. არამედ საკუთარ ავთენტურ ბუნებასთან მიახლოების შედეგად თავისთავად სწორდება. ეს ყველაფერი ლაგდება ხაზზე, არა გარედან შიგნით მიმართულებით, არამედ შიგნიდან შესწავლის შედეგად თავისთავადი პროცესით იცვლება გარეთ. ეს არის რასაც ბევრი მეცნიერული ფაქტი ადასტურებს, რომ როდესაც ადამიანი ადრე ქვისხანა წარმოვიდგინოთ, სადღაც ტყეებში ცხოვრობდა, გამოქვაბულებში და პირველ პროგრესს აკეთებდა, მას ჯერ მეტყველება არ ქონდა. დამწერლობა საერთოდ გვიანდელი მოვლენაა, მაგრამ მეტყველება უფრო ძველია. მაგრამ აი მაგ პერიოდშიც იყო ძალიან ისეთი პრიმიტიული მეტყველება და რეალურად რის გამო ამოიდგა ადამიანმა ენა. ის თავიდან ანუ კომუნიკაციაში შედიოდა შეხებით, ბგერებით, ჟესტებით, მიმიკებით და ასე შემდეგ. თუმცა იყო მასში რაღაც და სხვათა შორის ეს დღემდე არის ეს რაღაც. რისი გამოთქმაც აი მაშინდელი მეტყველების აი ამ ხელსაწყოებით შეუძლებელი იყო. და ამიტომ ადამიანმა როგორც იქნა ამოთქვა პირველი სიტყვა. საერთოდ სიტყვის მნიშვნელობა რელიგიებშიც გვსმენია, ხო, პირველად იყო სიტყვა, როცა არენა თქვა, ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ამოთქვა ადამიანმა, რაც იყო მასში. ესე წარმოიშვა სიტყვა. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? ადამიანი მოწყდა ამ თავის სამყაროს ცივილიზაციასთან ერთად, დროსთან ერთად და ამ მოწყვეტილ მდგომარეობაში მისი მეტყველებაც მოწყდა იმას, თუ რა არის მართლა სათქმელი, თუ რა არის გულწრფელად მასში შინაარსი, რომელიც უნდა სიტყვებით გაჟღერებულიყო და ამის ნაცვლად განყენებული, გარედან შემოსული ინფორმაციებით გაივსო ჩვენი მეტყველების აპარატი და თავისით არის გაშვებული პროგრამა. ეხლა სირთულე რაშია? შეიძლება ალოგიკურად საუბრობდეს ადამიანი, შეიძლება ლოგიკურად საუბრობდეს, მაგრამ არც ერთი ეს არ ნიშნავს, რომ საუბრობს იმას, რაც მას მართლა აქვს სათქმელი. და ამიტომაც მუდმივად ფრუსტრირებული და დაუკმაყოფილებელი რჩება. კომუნიკაციის დროს თუ მართლა რაც არის მის სამყაროში მოცემული, ის აღქმულიც კი არ არის, როგორ გასიტყდება, როგორ გადმოიღვრება ის მეტყველებაში ან კომუნიკაციაში, ეს არის შეუძლებელი. მეორეს მხრივ, თანამედროვე ადამიანის ერთი დიდი ტანჯვა არის, რომ ლოგიკური ფიქრებით მას საკუთარი თავისთვის უამრავი რამის დამტკიცება შეუძლია. და შემდეგ როდესაც უკვე შესრულებაზე გადავაი, მაგალითად ავიღოთ ესეთი პრიმიტიული ანალოგია, რომ
ვთქვათ, ლამაზი სახლი ავაშენო პირობითად. გადავწყვიტე სახლი ავაშენო. დღეს ძალიან რაკის აძირკველით დავიწყე, სახლზე ვიქნები როგორც ანალოგიაზე. მოდი ლამაზ სახლს ავაშენებ, ხო? რაში მჭირდება? აგერ არგუმენტები, კარგი იქნება თუ არა, კი ბატონო იქნება, რესურსი მაქვს, ოკეი, დათვალა ლოგიკურად, ყველაფერი მოამზადა. მოვიდა სახლის აშენების მომენტი და ენერგია არ არის. მიდის წვალება, საკუთარ თავს ეჭიდავება. აბა მოტივაციები YouTube-ზე, ძალიან ბევრი სამოტივაციო ვიდეოა ჩავრთოთ, მოვისმინოთ. რაღაცა ცოტა 1-2 დღე აიქოქება ეს აპარატი. მე ისევ დაეცა. კიდე რაღაც, აქედან, იქიდან გარე სტიმული. ახლა ბანკის ვალი მოვიდა და ეს დიდი სტიმულია საკმაოდ და ადამიანი რო წარმოიდგინოთ, რომ ცხენზე შეჯდება, ამ ცხენს არა აქვს დიდი არაფრის, არც გარბენის თავი, დაღლილი ცხენია, მაგრამ სხვა გზა თუ არ არის და მათრახს თუ გადაარტყავ, ის ამას იზავს და გაიქცევა, ცხენია მაინც, ხო? და ასეთ წვალებაში, რა თქმა უნდა, ბოლოს შეიძლება სახლი აშენდეს კიდეც და შეხედავს ადამიანი და კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დგება. იმიტომ რომ ეს არ ღირდა იმ ტანჯვა წვალებად, რაც გამოიარა. მეორეს მხრივ, ეს ენერგია, ხო საკითხავია, სად გაქრა? ესეთი ლოგიკური ფიქრი იყო, ლამაზი იყო ეს ყველაფერი, ხო? კი, ასე იყო, თუმცა ამ დროს სადღაც ადამიანის სამყაროში ისმოდა ხმა, თუ რა სურს მას მართლა. აქ და ამჟამად რა საჭიროებას, მოთხოვნილებასა და სურვილს ატარებს ის. ეს შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვა რამ და არა ეს ლამაზი სახლი. უბრალოდ ეს ლამაზი სახლი გარედან კარგად არის ნაკარნახევი, რომ კარგია. ამის შესახებაც საუბრობს ფრიც პელსი თავის წიგნში, სადაც ამბობს, რომ დღეს ადამიანი იყვარებს და აწარმოებს სიყვარულის პროცესს ტრენდის, მოდის და გლამურის მიხედვით. და სანამ ეს ასე იქნება, მისი სხეული ატარებს ტანჯვას. იმიტომ რომ გარედან შემოსული ნებისმიერი ინსტრუქცია, რაც არ უნდა კეთილი და კარგი იყოს, ის აუცილებლად მოვა კონფლიქტში ადამიანის თანდაყოლილ, სუბიექტურ და უნიკალურ მდგომარეობებთან. შეუძლებელია, რომ 100%-იანი დამთხოვა მოხდეს. რაც უფრო დიდია აცდენა, ბუნებრივია მეტია ტანჯვა. ერთი მხარე იყო, რომ ადამიანმა შეიგრძნოს და შეძლოს სხვა ადამიანის მიმართ თავისი ნამდვილი, ავთენტური შინაარსების გაზიარება. თუმცა კონტაქტი ამით ვერ დამთავრდება. ეს არის მე და კონტაქტს აუცილებლად აქვს მე შენ. მეორე ადამიანის, ან სხვა ადამიანების გარეშე კონტაქტი არ არსებობს. მეტიც გეშტალტ თერაპიაში ცნობილია, რომ მე არ არსებობს სხვის გარეშე. ჩემი მე ვლინდება სხვა ადამიანთან კონტაქტის დროს. განყენებულად ცალკე ესე მე რაღაც არარაში ფიზიკურად არ არსებობს. ანუ რამდენად მნიშვნელოვანია კონტაქტი, რომ არსებობაც კი მიბმულია ამას. საერთოდ არსება, როგორც ადამიანი, ვლინდება კონტაქტის დროს. ეხლა რა ხდება შენ სიტუაციაში? როცა კონტაქტში უკვე შემოდის მეორე პირი, შენ. ეს შენ თანამედროვე სიტუაციაში არის რაღაცნაირად ობიექტად ქცეული, მე მჭირდება ვიღაც რაღაცაში. თქვათ ეს ადამიანი არის, არ ვიცი, შენებელი პირობითად და ჩემი სახლის აშენებისთვის მე ეს კაცი მჭირდება. და რაღაცა მექანიკური გაცვლა მიმდინარეობს, საქმიანი თუ არც ვიცი რა დავარქვა ამას. და ის რომ იქ მეორე მხარეს შენში არის თვითმყოფადი სამყარო, ასევე უნიკალური, განსხვავებული და მნიშვნელოვანი, ამის აღქმა საერთოდ არაა საჭირო ბრჭყალებში. მიმდინარეობს რაღაცა გაცვლა, სადაც ის რაც უფრო დაიგნორებული დარჩება, მით უფრო ნორმალური ბრჭყალებში იქნება ადამიანების კონტაქტი. ნორმებზეც ვიცით, ხო დღეს ეხლა რომ საუბრობ, მე ახლა საუბრობ ფროიდის, პერლსის და ნეირომეცნიერების წყაროების გამოყენებით ერთდროულად. ჯერ კიდე ფროიდი ამბობდა, რომ ჩვენ დღემდე არ ვიცით ადამიანი რა არის, იმიტომ რომ ისეთ საშინელ ბრჭყალებში მასაჟებს გავატარებთ მას ბავშვობაში, რომ მისი ბუნება აბსოლუტურად დაიგნორებული და ზეწოლის ქვეშ მოქცეული, სულ სხვანაირად ტოქსიკურად ყალიბდება. ეს როგორ არ გავაკეთოთ, ეს ჯერ არ ვიციო, ასე ამბობდა ფროიდი. და პერლსი ამბობდა ასევე, რომ ძალიან ხშირად თანამედროვე მომწამლელი სტრუქტურები მოითხოვენ ადამიანისგან, რომ შეეწყოს ამ სტრუქტურას და თუ არ შეეწყო, ესე იგი არანორმალურია. ამიტომაც ასე ვთქვათ, გიჟის, ექსცენტრიულის და არანორმალურის სტატუსი, ეს პერლსის სიტყვებია, ნიშნავს, რომ ადამიანი უფრო ჯანმრთელია, ვიდრე სოციუმში გავრცელებული
ვთქვათ, ნორმალური ადამიანის ფსიქიკა, იმიტომ რომ ნორმა ძალიან ხშირად ისევ პერსის სიტყვებს ვამბობ. უბრალოდ ნევროზია, რომელიც ადამიანმა შექმნა და ვეღარ გამოვიდა ამ ნევროზიდან და ეხლა როდესაც კომუნიკაციაზე ვსაუბრობ, ციცერონი როგორ არ უნდა ვახსენო და მისი ცნობილი ფრაზა, რომ სულელი ადამიანი არის ის, რომელიც ერთი და იგივეს აკეთებს და გონია რომ შედეგი შეიცვლება. მე მგონი ციცერონმა აქ მთელი კაცობრიობის ისტორია ჩაატია ამ ფრაზაში. იმიტომ რომ ჩვენ გამუდმებით რაღაცნაირად ვიპროგრამებთ თავს. ბავშვებზე მე ამას ვერ ვიტყვი. ეხლა დასრული ადამიანის გადასახედიდან საუბრობ, თორე 2-3 წლის ბავშვს აპროგრამებს გარემო და შემდეგ უკვე როდესაც დასრულ ადამიანზეა საუბარი, კი ის აგრძელებს ამ ინერციას და ძალიან რთულია ამ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა. ამაზე ბევრი ადამიანი მსჯელობს და ფიქრობს დარწმუნებული ვარ. ეხლა ვინაიდან მე ერთი ადამიანი ვარ, თუმცა მყავს არაჩვეულებრივი გუნდი და ძალიან კარგი მეგობრები, ვიტყვი ესეთ რამეს, რომ ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე შემექმნა პლატფორმა, რომელსაც ქვია Everyway და ამ პლატფორმამ უკვე 2 წელია შეძლო, რომ აორგანიზებს სხვადასხვა შეკრებებსა და ღონისძიებებს, სადაც აი ახლა რასაც ვისაუბრე, ამ ცოდნას თეორიული ნაწილის გარდა პრაქტიკულადაც ადამიანები იღებენ. ჩვენთან მოდიან, ჩვენ ერთად ვქმნით გარემოს, რომელიც არის ჯანსაღი და შემდეგ ამ ჯანსაღ გარემოში სხვადასხვა კრეატიულ ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებს ვატარებთ, რომელიც შემეცნებით ხასიათს, რა თქმა უნდა, გულისხმობს და გარდა თეორიული ცოდნისა, რომელიც მრავლად არის დღეს ინტერნეტშიც და წიგნებშიც და დარწმუნებული ვარ, თუ ამ ვიდეოს უსმენ, შენ უკვე მოძებნილი გაქვს უამრავი მსგავსი ინფორმაცია, პრაქტიკულადაც შეგიძლია, რომ ეს გამოიყენო, იმიტომ რომ პრაქტიკის გარეშე ისევ რჩებით მხოლოდ ფიქრების და ლოგიკის ველში, რაც ფუნდამენტთან არავითარ კავშირში არ არის. მეტიც რაღაცნაირი წყევლაა, რომ ადამიანი ზოგჯერ ფიქრებში მონსტრებს წარმოიდგენს და ესეც მეცნიერებაა, ეხლა რასაც ვამბობ. და ეს მონსტრები მასში რეალურ შიშს იწვევენ, იმიტომ რომ ჩვენი მოგრძო ტვინი, რომელიც არის აი ამ ინსტინქტების, ასე ვთქვათ, წყარო, ვერ არჩევს რა არის წარმოსახვა და რა არის რეალობა და ის იძლევა იგივე რეაქციას. და ეხლა წარმოიდგინეთ ისევ ქვისხანაზე რომ ვისაუბრო, ადამიანი, რომელიც ქვისხანაში ტყეში იყო და ნებისმიერ დროს შეიძლება და მგელი გამოვარდნოდა მას, ჩვენზე უფრო მშვიდად იყო. იმიტომ რომ მისი ფსიქიკა ჯერ ამ წარმოსახვით მგლებს არ ქმნიდა. და ის, რა ვიცი, დღეში ერთხელ ეს მგელი გამოვარდებოდა, იქნებოდა ბრძოლა, რაღაცა შედეგით დასრულდებოდა, ხშირად იმარჯვებდა ადამიანი, იმიტომ რომ მას ჰქონდა გონება, ხო? და დღეს რა ხდება? ადამიანი შეიძლება ოთახში ზის, ზუსტად იცის რაციონალურად, რომ აქ მგელი არ იქნება, მაგრამ მის ფსიქიკაში იმდენი წარმოსახვაა და თან ეს წარმოსახვები იკვებება ზუსტად აი ამის გამო, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია, ჯანსაღი გარემო თითქმის არ არის. მოწამლულია ის და გადასარევად ქმნის ეს მოწამლული ფსიქიკა და ორგანიზმი, რა თქმა უნდა, აი ამ საშინელ ფიქრებს, სიმბოლურად. და ამ ფიქრებთან ზის კიდევ უფრო იწამლავს თავს და აი ამ წრეზე დადის, რაც არის ძალიან მტკივნეული გამოცდილება, რაც უფრო მალე მიიღებს ადამიანი გადაწყვეტილებს, რომ აქედან გამოვიდეს და ნაბიჯები გადადგას, მით უფრო ნაკლებად დაზიანდება ის და მით უფრო ადვილი იქნება გამოსვლის პროცესი. ამიტომაც Everyway-ის პლატფორმაზე მე და ჩემმა თანაგუნდელებმა გადავწყვიტეთ, რომ ამ ზაფხულს აგვისტოში, კახეთში, ძალიან ჯანმრთელ გარემოში, ბუნებაში ჩაფლულ ადგილას, სადაც არის სიჩუმე და არ არის ქალაქის ტოქსიკურობა, შევქმნათ ზაფხულის აკადემია, სადაც მთავარი საგანი, რასაც შევისწავლით, იქნება კომუნიკაციის უნარის დახვეწა. რატო დახვეწა? მე ახლა ისე გავაკრიტიკე ჩვენი სოციალური სიტუაციები და თან ჩემი სიტყვებით არა, ფროიდის ნეირომეცნიერული დასკვნებით და პერსის, თუმცა მეც ვეთანხმები ამ ყველაფერს, რომ შეიძლება ესეთი კითხვა გაჩნდეს ახლა, რომ მაშ გამოსავალი რა არის ამ ყველაფერში. და თან ამხელა პრობლემა დავსახე, ხო? მაგრამ მე ერთი ადამიანი ვარ და მე მწამს, რომ მე ვაკეთებ ჩემსას. მე შემიძლია ჩემი გავაკეთო. და ასევე შენც აქ ახარ მისმენ, შენ აკეთებ შენსას და უბრალოდ უნდა გადადგა ნაბიჯი, გადაწყვიტო, რომ ეს ჩაკეტილი წრე შენ საკუთარ სამყაროში შეცვალო. მთელ სამყაროზე მე ვრცელდება, როცა ერთი ადამიანი იცვლება. ეს ესე ხდება. ჩვენს აკადემიაში იქნება ესეთი ჯანსაღი გარემო,
რომელსაც ერთად შევქმნით და შენ დახვეწავ კომუნიკაციის უნარს. იმიტომ რომ მიუხედავად ამ საშინელი მომწამლელი გარემოსი, შენ გაქვს ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი. შენ რო ეს არ გქონოდა, ეხლა აქ არ იქნებოდი. არც ცოცხალი იქნებოდი. და ეს ტოქსიკური გარემო ძალიან ხშირად ჩაგვაგონებს, რომ ჩვენ ეს უნარი ან არა გვაქვს, ეს უნარი არა გვაქვს, ის უნარი არა გვაქვს, ეს არ გამოგვდის, ის არ გამოგვდის, ეს ცუდად იქნება, ის ცუდად იქნება, ეს ყველაფერი არის მომწამლელი. ადამიანი არის საოცრად ძლიერი არსება, რომ მას აი ამ გარემოში, ამ სიტუაციებში ის აქ არის, დღეს აქ არის, ცოცხალია. ეს მიუღწეველი იქნებოდა, შენ რო უკვე არისო კომუნიკაციის ოსტატი. ხარ, თუმცა ეს არ არის შენი საუკეთესო შესაძლებლობა დღეს, კიდევ უფრო მეტი და მეტი შეგიძლია. ამას ზუსტად იგივეს ვიტყვი ჩემს თავზე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვარ თან მოსწავლე და მე ძალიან პატარა ასაკიდან ჯერ რეპეტიტორი ვიყავი, მე მასწავლებელი. ეს სხვადასხვა ჰიპოსტასებია, სხვადასხვა მდგომარეობებია კომუნიკაციის. მე ბიზნესშიც მოლაპარაკებები, ბიზნესის განვითარება, გაყიდვები, მარკეტინგი, ეს ცალკე შევისწავლე და პრაქტიკული გამოცდილება მაქვს და ბოლოს დავინტერესდი უკვე ძალიან ხმად და ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე. და აქ კიდევ სხვა კომუნიკაციის სტილია. და შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც დოზით კომუნიკაციის უნარი განვითარებული მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ეს არ არის მაქსიმუმი. სხვა შორის ესეთი მითოსი, თუმცა ღმერთმა უწყის რამდენად მითოსია ატლანტიდის შესახებ, სადაც იყო ტელეპათიური კავშირი ადამიანებს შორის, შემიძლია მეცნიერულად ავხსნა, რომ ტელეპათიაში არ იგულისხმება ფერიების სამყარო აქ, არამედ ის, რომ როდესაც ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს და კარგად არის მოჭიდებული თავის შინაგან სამყაროსთან, ეს შინაგანი სამყარო ჩვენი და ეს უკვე ბუდიზმიც არის, მთლიანად გადაჯაჭვულია ერთმანეთს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ საკუთარ ფუნდამენტში ჩავდივართ, სრული განცდა იბადება, რომ რაღაც ჯადოსნობა ხდება. რეალურად კი უბრალოდ კავშირია აღდგენილი. შეგიძლიათ აქ ის სიტყვაც გაიხსენოთ რელიგია და ჩვენ ერთმანეთს უკეთესად უკავშირდებით. უკავშირდებით ჩვენი ავთენტური მესგზით. და აი აქ ხდება ზუსტად ეს, ასე ვთქვათ, ტელეპათია. რისიც მჯერა. მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა Echo Chambers, რომ სტუდია დაგვითმო ამ მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროთ. და ვისაც გაინტერესებთ, რომ უკვე აქტიური ნაბიჯი გადადგათ და გრძნობთ მზაობას ამისათვის, რომ დახვეწოთ თქვენი კომუნიკაციის უნარები, ჩაეწერეთ ევრივის ზაფხულის აკადემიაში. ჩვენ გვაქვს 2 გამოშვება და თითოეულ გამოშვებაზე იქნება მხოლოდ 10 ადგილი. ევრივის აკადემიაში მთავარი საგანი იქნება კომუნიკაციის დახვეწა. ინდივიდუალურ დონეზე ეს არ იქნება, რომ მე ვინმეს ვასწავლი, ან ვინმე ვინმეს ასწავლის როგორი კომუნიკაციოს, არანაირად. შენ საკუთარ თავს დაუკავშირდები და იპოვი შენს უნიკალურ გზას ამისთვის. მაგრამ ამის გარდა იქ გელოდება ბუნება, როგორც უკვე ვთქვი, გელოდება ჯანსაღი საკვები, ვარჯიში, მედიტაცია და არტ სტუდია, სადაც ოსტატი შეგასწავლის ძალიან საინტერესო ნივთების შექმნას. ეს ყველაფერი შემთხვევით არ გამიწერია პროგრამაში და ყველაფერი ემსახურება ნეირომეცნიერებაზე დაყრდნობით ადამიანის ფსიქიკის გაჯანსაღებას. და არ არის აუცილებელი, რომ თავის ტკიოდეს ადამიანს იმისათვის, რომ მოუაროს საკუთარ თავს. პირიქით, ცნობილია, რომ დღეს ცივილიზაცია დგას იმაზე, რომ ჩვენ ვაკეთებთ სხვადასხვა ფიზიკური დაავადებების პრევენციას ჰიგიენით. იგივეა ზუსტად ფსიქოლოგიის შესწავლის და საკუთარი სამყაროს შესწავლის დაწყება მაშინ, როცა ხარ ჯანმრთელი და გრძნობ, რომ ხარ ჯანმრთელი. გელოდებით. გამოიწერე ჩემი არხი, გამოიწერე Everyway, გამოყვევი და მე რეგულარულად შემოგთავაზებ ფსიქოლოგიის თემატიკაზე ვიდეოებს.